შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები აწყურს ესტუმრნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან ერთად მათ მეწყერ საშიში ზონა მოინახულეს, ასევე იმ 7 ოჯახს შეხვდნენ, რომლებსაც სტიქისაგან სახლები დაენგრათ და ნაქირავე ბინებში ცხოვრობენ. როგორც შეხვედრისას გადაწყდა შვეიცარიის განვითარების სააგენტო დაზარალებულებისათვის სოციალური დახმარების სახით 20,000 ლარს გამოყოფს. აღნიშნული თანხით კი საცხოვრებელი სახლების შეძენა მოხდება. როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი მეცხრე-არხთან განმარტავს, საცხოვრებელი შენობები 24 აპრილამდე მოიძებნება იმ შემთხვევაში, თუ ბინა 20,000 ლარზე მეტი ეღირება, თანხას ოჯახი საკუთარი ბიუჯეტიდან დაამატებს. გარდა ამისა, მიხეილ ვარდიძის თქმით, ეკომიგრანტებისათვის სოფლის მეურნეობის კუთხით სხვადასხვა სახის დახმარება მოხდება. აწყურში მცხოვრები 2 ეკომიგრანტის საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილება დევნილთა სამინისტრომ გასულ წელს უკვე მოახდინა. 20,000 ლარი გამოიყოფა სააგენტოს მიერ თითოეულ ოჯახს. თუ თქვა არ ვიცი, ბინის ღირებულებიდან გამომდინარე თუ უფრო მეტი იქნება გადასახადების თითოეულ ოჯახი უნდა მოიძიონ დამატებით თანხები თავიანთი ბიუჯეტიდან, ესე ვთქვა და პლუს აქ არის ერთი კომპონენტი, მინდა ხაზი გაუსვა, რომ ამ სახლების შეძენის გარდა მათ მიეცემათ ერთგვარი დახმარება სასაქონლო სახით, შეიძლება ვიღაცა საქონელი უყიდონ, ან ვიღაცა თქვა სათბურის აშენებაში დაეხმარონ, გამომდინარე ოჯახის პროფილიდან. მოხდება მათთან გასაუბრება, თქვა თუ რა ტიპის საქმიანობას მისდევენ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და იმ კუთხით დაეხმარება საერთო ეს არის პროექტი, რომელიც დიდი ალბათობით უნდა განხორციელდეს ამ ესეთ მონახაზი.